დღეს სამ თემაზე უნდა ვილაპარაკო სხვადასხვაზე და რომლიდან დავიწყო არ ვიცი. არ ვიცოდი. დავიწყებ იმით ჯობია რომელზეც ქართულად უნდა ვისაუბრო. მერე იქნება ორი რუსული. უნდა ვილაპარაკო იმაზე, რას ნიშნავს კოცი და რას ნიშნავს ნაცი. ძალიან ბევრ ვითომ ნაც ძალიან ბევრი არასწორი წარმოდგენები აქვს ბევრ საკითხზე. აი ამ კახეთის ქორწილზე, რომელზედაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და ლამის თემა მაჯობა უკრაინის და ირანის ომს, ყველაფერს აჯობა იმდენად მოდებულია მთელს მსოფლიოს და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. ამ დადგმაში მონაწილეობს, რა თქმა უნდა, დადგმულია კრემლის მიერ. დადგმაში მონაწილეობას იღებს საქოცეთი, თვითონ სასტუმრო, პოლიცია და სავსებად შესაძლებელია, რომ ბიჭიც კი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიჭი იყოს დავერბოვკებული, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის კი არა, რუსეთში რაღაცა ბოქსის ფედერაციის რაღაცა წევრი ყოფილა. არ გამოვრიცხავ, რომ არ ვიძახი, რომ ზუსტად, აი ქალი კი არა და ის რუსი ქაჯი რო აგენტია, ეს არანაირად განხილვას არ ექვემდებარება და აბსოლუტურად უდაოა. ბიჭი შესაძლებელია, რომ იყოს აგენტი. და აი ამ ინციდენტზე არა, ამ რუსულ სპეცოპერაციაზე ძალიან ბევრ ვითომ სწორ მხარეს მდგარ ადამიანმა გამოხატა უგუნური პოზიცია და დააფიქსირა უგუნური პოზიცია. აი ეს პოზიცია ჯალადობაში ვგმობ, ჯალადობაში დაუშვებელია, ქალიჟე არ უნდა იჯალადო. ეს ისევ რუსული და ისევ მემარცხენე ნარატივი იმდენად აბსურდულია, რომ არც კი განვიხილავ, ამ ვიდეოში არ განვიხილავ, იქ ტექსტურ პოსტებში მიწერია, რასაც ვფიქრობ ამ დებილობაზე. მაგრამ აი რადგან ამდენმა ვითომ სწორ მხარეს მდგარმა ადამიანმა არასწორი პოზიცია დააფიქსირა, მინდა ვილაპარაკო ზოგადად რას ნიშნავს იყო ნაცი და ზოგადად რას ნიშნავს იყო კოცი და როგორ ძალიან ბევრ ვითომ როგონია ბევრს ნაცი თავი და ვითომ როგონია ბევრს სწორ მხარეს მდგომი, ამ დროს რეალურად კოცისგან დიდად არ განსხვავდება. ნაცი თვითონ სიტყვა გვეუბნება იმას, რომ ნაცის სოფხედველობა პირველ რიგში დგას ეროვნულობაზე. ნაცი ეროვნულია აუცილებლად. კოცი ან პირდაპირ და ღიად რუსია, ან არაეროვნულია და არაეროვნული, რაში მისი არაეროვნულობა, რაში გამოიხატება, აქ მივალ. რაში გამოიხატება ეროვნულობა? ეროვნულობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო და ქართველობა უპირველეს ყოვლისა და ეს არის ისეთი ამაყი ქართველობა, როგორიც გქონდა მიშას 9 წლის დროს, როდესაც ტექნოლოგიებით და რეფორმებით და ყველანაირ სისაძაგლესთან ბრძოლით გაგქონდა საერთაშორისო არენაზე საკუთარი ერის სახელი. და არა იმით, რომ ხინკლის კეთება ვიცით და ხაჭაპურის ცხობა და ცეკვები გვაქვს და ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხოვანი. და აი ამ ეროვნულობას ყოველთვის ჭირდება დასტური. სოფლიოს იმ ნაწილისგან,
რომელსაც ცივილიზაციური სამყარო ქვია. ის რომ შენ ქართველი ერი ხარ, როგორც ერს სახელმწიფო გაქვს და როგორც სახელმწიფოს ტერიტორიები გაქვს, ამას უნდა გიდასტურებდეს ცივილიზებული სამყარო, აუცილებლად. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ შენ იყო ეროვნული. შენ თუ ამბობ, რომ მე საქართველოს უპირველეს ყოვლისა ვარ და ამ დროს არც რუსეთი მინდა, არც ამერიკა, არც ევროპა, ჩვენ თავს მივხედოთ. ეს არ არის გამოთაყვანებულობა, ეს არის მტრობა. მტრობა, იმიტომ რომ შენ არ ცხოვრობ მთვარეზე. შენ ცხოვრობ დედამიწაზე. დედამიწა შედგება სახელმწიფოებისგან. ეს სახელმწიფოები დაყოფილია პირობითად ცივილიზაციად და არაცივილიზაციად და შენ გჭირდება ცივილიზაციისგან დასტური, რომ ხარ ერი, ხარ სახელმწიფო და გაქვს ტერიტორია. ამ ცივილიზებული ნაწილის ლიდერი ამერიკა. ამიტომ ქართული ეროვნულობა აუცილებლად გადაჯაჭვულია ამერიკანისტობაზე. აუცილებლად გადაჭაჭვულია ამერიკანისტობაზე. ამის გარეშე ქართული ეროვნულობა შეუძლებელია. ამის გარეშე შენ ხარ მასხარა, რუსის კლოუნი, რუსის მცხოველი და რუსის წინაშე მოცეკვავე. მეტი არაფერი საერთოდ. აი ეს არის ნაცი. ყველაფერი რაც არ შეესაბამება აი ამას, ის არ არის ნაცი. ეს ახლა პირველი პუნქტი, რითაც ნაცობა ისაზღვრება. ბევრი ნაცი თავს რო ნაცად თulis არ არის მიშისტი. მაგალითად იძახის ხო ნაცი ვარ, მაგრამ 4-იანს მივეცი ხმა. დაივიწყე არანაირი ნაცი შენ არ ხარ, იმიტომ რომ 4-იანი შენს ეროვნულობას ვერ იცავს. ვერანაირად ვერ იცავს, გვარამია ქართველობას, ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს ვერაც ერთი მხრიდან ამ მცნებების მსახური გვარამია არ არის. ამიტომ შენ იყო ნაცი და გვარამიას მისცე ხმა შეუძლებელია. ნაცი აუცილებლად უნდა იყოს მიშისტი. შემდეგი პუნქტი, მიშისტი აუცილებლად უნდა იყოს ტრამპისტი. თუ შენ ხარ მიშისტი, შენ უნდა გესმოდეს მიშას და საქართველოს როგორ ძალიან დაუშავა აბამას ადმინისტრაციამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ, კლინტონების ოჯახმა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გესმოდეს თუ შენ მიშისტი ხარ და თუ შენ ნაცი ხარ, ანუ ეროვნული საქართველოს მიმდევარი კი არა და მშენებელი. და თუ არა ხარ ტრამპისტი, არ ხარ ნაცი. თუ არა ხარ ტრამპისტი, არ ხარ ეროვნული. Make Georgia great again არ გინდა. Georgia's first არ გინდა. და მეოთხე პუნქტი, მემარჯვენეობა. თვითონ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, თავის თავს მემარჯვენე ცენტრისტებად აიდენტიფიცირებს, მაგრამ მე პირადად მემარჯვენე ცენტრისტი არა ვარ, მე უფრო მემარჯვენე ვარ. ცენტრისგან უფრო ოდნავ მარჯვნივ ვარ. და ესეც ეროვნულობასთან კავშირშია. და ესეც
იმასთან არის კავშირში, რომ შენ თუ ეროვნული ხარ, შენ ვერ იქნები მემარცხენე. მემარცხენე ადამიანი არის ინტერნაციონალი, ეგრეთ წოდებული ინტერნაციონალი. მემარცხენე ადამიანი პატივს არ სცემს ტრადიციებს. იმიტომ რომ თulis რომ ყველაფერი ერთნაირია, ყველაფერი თანასწორია, ყველაფერი ერთ დონეზე უნდა იყოს, ყველაფერი გათანაბრებული უნდა იყოს. და ამ ყველაფერი გათანაბრებულს ზემოდან უნდა ყავდეს ერთ ძლიერი პატრონი, სახელმწიფო, რომელიც შენ გაჭმევს, გასმევს თავზე, გახურავს და ყველაფერს გიკეთებს და შენ არაფრის ვალდებულება არ აქვს, ყველაფერს გიკეთებს სახელმწიფო. სახელმწიფო როგორ გიკეთებს, ართმევს მდიდარს და გაძლევს შენ. ანუ ადამიანი, რომელიც ეყრდნობა ტრადიციებს, რომელიც ეყრდნობა ნამდვილ ქართულ თავისუფლებას, ეროვნულ ტრადიციულ თავისუფლებას, რომელიც ყველანაირ ჩვენ ტრადიციებს, მე მაგალითად უდიდეს პატივს ვცემ მეგრულ ტრადიციებს. უდიდეს პატივს ვცემ მეორე ადგილზეა მეგრულის მერე სვანური ტრადიციები ჩემთვის. და მე რო ვიყო მემარცხენე, მეგრულიც, სვანურიც და ყველანაირი ეს ყველაფერი ჩემთვის იქნებოდა, ფუ, რა საჭიროა, სასწრაფოდ ყველაფერი გასაუქმებელია, რა ტრადიციები, რის ტრადიციები 21 საუკუნეა, აი ეს ჭირს მემარცხენეს. მემარცხენეს ასევე აზელილი აქვს ერთმანეთში მტერის მცნებას ვერ იაზრებს. მემარცხენესთვის საერთოდ მტერი როგორც ასეთი არ არსებობს. მემარცხენესთვის ყველა კარგია, ყველა დაჭგრულია, ყველას უნდა მოეფერო. ღაზაში ტერორისტები კი არ არიან, დაჭგრულები არიან, სეპარატისტები, ტერორისტები კი არ არიან, დაჭგრულები არიან. და კიდე 1000 რაღაცა. ის რუსი ქალი კახეთში, რუსი აგენტი და პროვოკატორი კი არ არის და ის კი არ არის იმისთვის კი არ ჩამოსულა, რომ სპეცოპერაცია ჩაატაროს, რომელიც დაავალეს. ის უბრალოდ ქალია და ქალზე ხელი არ უნდა აწიო. აი ეს ყველაფერი მემარცხენეობაა და გულისამრევია და ეროვნულობაზე მდგარ ადამიანს ეს გულისამრეობები არ დაემართება. ის რომ მტერს სქესი არ აქვს, რომ მტერი მტერია. ეს მემარჯვენეს არასდროს არ შეეშლება. აი ეს აზელილი გაუგებრობაში აზელილი ამ სიტუაციაში მხოლოდ მემარცხენე იქნება. რაც ძალიან ბევრს დაემართა ამ დღეებში და ძალიან ბევრ ოპოზიციონერმა და ძალიან ბევრ ნაცმა და მიშისტმაც კი ესეთი დებილობა თქვა, რომ ეს ქალი იყო და ქალი რო იყო, ამიტომ ხელი არ უნდა გაერტყათ. ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ეროვნულ ადამიანს, რომელიც ნაცს აიდენტიფიცირებს, აი ახლა ჩამოთვალე. და კიდე მეხუთეს ვიტყვი, ოღონდ მეხუთე ცოტა რთული საკითხია, ამიტომ შეიძლება ყველას ვერ მოთხოვ, მე კი ვთხოვ ყველას, ვისთანაც ახლო კომუნიკაციები მაქვს და იმის გამო რომ ყველას ვთხოვ, მე ხშირად მეთხოვებიან, რომ არ შეიძლება რომ ყველა ასეთი ჭკვიანი იყოს, როგორც შენ გინდა. მაინც მინდა. შეიძლება არ შეიძლება, მაგრამ მე მინდა. ნაც აუცილებლად უნდა კონდეს ფართო მხედველობა გეოპოლიტიკაზე. ფართო მხედველობა გეოპოლიტიკაზე. არა მარტო აი ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაზე, ევროპის და აზიის პოლიტიკაზე, არა.
მთელი მსოფლიო აი ეს ხელის გულზე უნდა ედოს და ყველანაირ საკითხზე, რაც არ უნდა, სადაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა შეეძლოს მსჯელობა იმ კუთხით, რომ ეს საკითხი რანაირად ეხება საქართველოს და როგორ შეუძლია საქართველოს ამ სიტუაციის სათავისოდ ეროვნულად გამოყენება. გამოყენება თუ არა, ანალიზი მაინც და დასკვნების გამოტანა მაინც და რაღაცა პროგნოზის გამოტანა მაინც. გამოყენება თუ ვერა. გამოყენება მაშინ შეგიძლია, როდესაც სახელმწიფო სათავეში ხარ. როცა არ ხარ, შეგიძლია მხოლოდ რაღაცა სწორად გააანალიზო და სწორი დასკვნები გამოიტანო, რომ მე სწორ მხარეს იყო. აი ეს არის ნაცი. რაც ამას არ შეესაბამება და რაც ამას არ უდრის, ის ყველაფერი არის კოცი და ამ კოცობის მერე ნუ პროცენტულობა შეიძლება იყოს 100%-იანი კოცი, ანუ მუდმივად არამართალი. შეიძლება იყოს რაღაცა 10% კოცი, 20% კოცი, აი ნაცი მაგალითად რომელიც 4 პუნქტში, 3 პუნქტში მართალია, მაგრამ მე-4 პუნქტში იტყვის, რომ ის ქალი იყო და იმაზე არ უნდა დაგერტყა, ეს არის 20%-იანი კოცია ეს ნაცი. კლიანად ნაცი არ არის. და მე-6-ს მოდით დავამატოთ. მე-6 პუნქტიც ნაცი იმის გამო რომ მე-5 პუნქტი აქვს, იმის გამო რომ სოფლიოს ხედავს როგორც თავის ხელის გულზე და მთელი სოფლიოს მასშტაბით შეუძლია მსჯელობა იმ კუთხით რომ ეს საქართველოს როგორ ეხება, არასდროს არ არის მიბმული მისი კეთილდღეობა მხოლოდ თავის საკუთარ კუჭზე. ვერასოდეს ნაცი ვერ იქნება სუპიხვრებია. უბრალოდ შეუძლებელია. აი ზუსტად იმიტომ, რომ დიდი სურათის დანახვა შეუძლია. ამ დიდ სურათში შენ ვერ იქნები კარგად, თუ შენი ერი არ არის კარგად. შენი ერი ვერ იქნება კარგად, თუ ყველაფერი რეგიონში არ არის სწორად და რეგიონი ვერ იქნება სწორად, თუ სოფლიოს არ ყავს ისეთი ლიდერი, როგორიც არის ტრამპი, როგორიც იყო რეიგანი, როგორიც იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ვილსონი. ამიტომ ნაცი არასდროს არ არის და ვერასდროს ვერ არის ადამიანი, რომლის კარგად ყოფნა საკუთარ კეთილდღეობაზეა მიბმული. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ნაცები მოიგებენ ამ ომს. ეროვნულობა მოიგებს ამ ომს. დიდება ერს, სიკვდილი მტერს.